მოვედის რომ პროტესტი გამოუცხადო ჩვენს ეგრეთ წოდებულ ქართველ სპორტსმენებს. ძალიან დიდი აღშფოთებაა ჩემს გულში, იმიტომ რომ მცხვენია მაგათ-მაგივრად. აი იმაზე დიდი რა უნდა გააკეთო, რომ შენ სამშობლოს უერთგულო. აქ მოვედი რომ გამოვთქვა პროტესტი სოჭის სისხლიან ოლიმპიადას და ჩვენი სამარცხვინო სპორტსმენები ყავს ვინდა თქვა მამაღლა რომლებსაც არანაირი პატრიოტიზმის ნასახი არ გააჩნია და მიდიან პუტინიადაზე ასე თქვა პროტესტები პირველი სისხლიან პუტინის ოლიმპიადა სადაც ვფიქრობ რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსებს ჩვენ ვიმყოფებით მათთან საომარ რეჟიმში და აქედან გამომდინარე ყოველი ჩვენი მათთან ესეთი ნაბიჯი ასე ვთქვათ იქნება დამამცირებელი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობისთვის და ხალხისთვის თითოეული მოქალაქის და მოუწოდებთ ქართულ სპორტსმენებს რომ ბოლო მომენტში მაინც იქნებ გამოიჩინონ ეთილსინდისიერება ასე ვთქვათ და უარი თქვან ამ სისხლიან ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ჩვენ უარს ვამბობთ ოლიმპიადის სოჩი ჩატარებაზე და ვეწინააღმდეგებით ჩვენ დელეგაციის ოლიმპიადაში მონაწილეობას, ვინაიდან რუსეთი არის აგრესორი და დღესაც აგრძელებს აგრესიის პოლიტიკას. რუსეთი მშვიდობის თამაშებს იყენებს თავისი აგრესიული პოლიტიკის გასაგრძელებლად და მშვიდობის თამაშებს ამოფარებული დღესაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. ამიტომ დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ უარი გამოუცხადოთ სოჩის ოლიმპიადას და მოუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მსოფლიოს, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ ოლიმპიადას. პირველად რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ეს რა თქმა უნდა, ეს აქცია არ უკავშირდება პარტიას. ეს არის საზოგადოების მიერ დაორგანიზებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინიციატივით. ეს არის ახალდაფუძნებული მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის და მთავარი იდეა არის რა? მთავარი იდეა არის ის, რომ როდესაც ხელისუფლება პასუხობს ან საერთოდ პასუხობს იმ ფაქტს, რომ ოლიმპიადა დღეს ტარდება ჩვენი ოკუპანტის სახელმწიფოს მასპინძლობით მიწაზე, რომელიც არის მართლმადიდებლობის და გენოციდის მიწაზე. ჩვენ როგორც საზოგადოების სვალია, რომ გამოვიდეთ და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით აგრესიას და იმის მიუხედავად, როგორი იქნება ხელისუფლება და მისი პასუხი, ჩვენ როგორც საზოგადოება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხი, ჩვენი პოზიცია და ამას ვაფიქსირებთ. ვფიქრობ, ეს გესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ ორფენების საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ დავაფიქსირებთ საზოგადოების პოზიცია, თუ ჩვენმა აგრესორმა, ჩვენმა მტერმა და ასევე ჩვენმა მეგობრებმა არ დაინახეს, რომ ჩვენ როგორც საზოგადოება გვაქვს პოზიცია, ჩვენ არ გვექნება სიმპათია მათი, მეორეს მხრივ არ იქნება რიდი აგრესორის მხრიდან იმის ინფორმაციას, რომ მიიღებს ძალიან კაფეო რეაქციას ხალხისგან, თუ რამე აგრესიას დააპირებს, მაშინ ჩვენ უბრალოდ ხელს ვუწყობთ ამ აგრესიაზე ზეწოლას. ეს უნდა ყველას გვესმოდეს და მე მინდა აქ გითხრათ, რომ მინდა მოუწოდო ყველას, ვინც დღეს უამბობენ ვერ მოდის, ან ვერ მოვა უკვე შემდეგ, რომ ძალიან მარტივია სახში გადაიღოს სურათი, დააწერონ ინგლისურად სასურველია Note Social Olympics და დავთავია Facebook-ის გვერდზე და მე ჩვენ ამით უკვე საერთო ალბომს გავაკეთებ. ეს არის ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება წავიდეთ სოჭის ოლიმპიადაზე, რადგან ეს არის ადამიანების სისხლმორწყმული მიწა. ის ქვეყანები, სადაც ოლიმპიადა ტარდება, არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ამიტომ საქართველოს უნდა უთხრას ოლიმპიადას.
მიზანშეწონილად არ მევაშია ჩვენი სპორტსმენების იქ მონაწილეობის მიღება, რადგან რუსეთი დღეს საქართველოს აგრესორად არის მიჩნეული და ეს სახელმწიფო დონეზე ამგვარი არის როგორც ოკუპანტის სახელი. თემო მსოფლიო მაგარი არის როგორც ოკუპანტი.